ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ არგუმენტებს ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. კითხვები Facebook-ით, ქალაქის მერს და პოლიტიკოსთა ჩართულობა სოციალურ ქსელში. ჟურნალ ტაბულას ახალი პროექტი და ონლაინ კონფერენციის პირველი სტუმარი. რატომ შეჩერდა არჩევანი გიგი უგულავაძეს ხო თავად ქალაქის მერის სურვილი, სოციალური ქსელის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგი თუ უბრალოდ ტაბულას რედაქციის აღნიშნული პროექტის ავტორისა და წამყვანის პირადი გადაწყვეტილება. ასობით კითხვა და პასუხი, რომლის მოლოდინშიც კონფერენცია დასრულდა. ზრდის თუ არა ობიექტური პასუხის მიღების შანსი საჯარო დასმული შეკითხვები, რომელთა გარკვეულ ნაწილს პასუხი არავინ გასცან თავი ტექნიკურად არიდა. მას ასე არგუმენტები და კითხვები დაიწყო თუ არა გიგი უგულავაძის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და შეახსენა თუ არა თბილისის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობის, ხოლო მართლ გუნდს იმის შესახებ, რომ თბილისის პირველი ქვეყნის პირველობისთვის მზადაა. პირველად სახელმწიფო გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახის ინტერნეტ შეხვედრის გამოხმაურება და აქციის პირველი შეფასებები. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ჟურნალ ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოვეიშვილი და მედია მკვლევარი ნინო დანელია. თქვენ უყურებთ არგუმენტებს. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენ ვსაუბრობთ face ჩართულობაზე და სოციალური მედიის როლზე. ანუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გუშინ ქალაქის მერი წარსდგა ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე და face კითხვებს გასცა პასუხი. მოდით დავიწყოთ საუბარი ქალბატონო თქვენგან. საინტერესო არის იდეა, რომლის შესახებაც თქვენ საკმაოდ ხშირად საუბრობდი და მე როგორც ვიცი, ცოტა უფრო მცირე აუდიტორიაში, მაგრამ მსგავსი სახის ღონისძიებებს მართავდით კიდევ. რამდენად გაამართლა გუშინდელმა აქცია? რამდენად გაამართლა ამას რომ და შეაფასოს, იმიტომ რომ კომუნიკაცია ისეთი სფეროა, სადაც შედეგი მომენტალურად არ იზომება, ხო? რაც შეეხება გუშინელ დღეს, ვფიქრობ, კარგი დასაწყისი იყო, და ზოგადად ახლა ის რომ სოციალური მედიის როლი მკვეთრად იზრდება და ცოტა ხანში ამაზე ყველა თანხმდება, რომ ძირითადი ინსტრუმენტი გახდება ნებისმიერი ტიპის მარკეტინგისთვის, იქნება ეს პოლიტიკოსის თუ რომელიმე კომერციული სტრუქტურის ან ორგანიზაციის, ეს ფაქტი ამაზე უკვე აღარ დააობს. რაც შეეხება იდეას, იდეა მე გამიჩნდა ჯერ კიდევ ტაბულას გამოსვლამდე, ანუ 2009 წელს ტაბულა ჩანასახში იყო, ჯერ აი ვამუშავებდით იდეას, როგორი უნდა ყოფილიყო ჟურნალი. მაშინ პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იყო და მაშინ გავწერვიანდი მე Facebook-ში და დავინახე, რომ ბევრი პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ძალიან ჭუბობს, კამათობს ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციიდან და მას მერე დავიწყე დაანონსება, შეუთანხმდი ჩემ გარემოცვას და საიდუმლოებისთვის არ არის, რომ ჩემ გარემოცვაში ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს და ვუთხარი რომ აი ეს ადამიანები არიან აშკარად ინფორმაცია აკლიათ, ანუ ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას და ეგება გავაკეთოთ ისეთი რამე, რომ chat in the house პრინციპით არის ესეთი რაღაც, სადაც ოთახში იკრიბები და ციტირებაც კი არ ხდება იმისა, რაზეც საუბრობ იქ, თუ რაღაცა კონკრეტული რაღაც ნებართვა არ აიღე, იმისთვის რომ პოლიტიკოსებს უფრო თავისუფლად ეგრძნოთ და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში შევუთანხმდი, დაგვითმეს ბიბლიოთეკის დარბაზი და იკრიბებოდნენ ხოლმე, გვაანონსებდი მე პირდაპირ ღიად ამას. Facebook-ზე წერდი რომ აი ამ დროს, ამ საათზე გაიმართება შეხვედრა, გიგიც იყო სხვათა შორის, აი მაგალითად გიგი უგულავაზთან იყო, გიგა იყო, გოკა იყო, რა ვიცი მე კახა ბენდუქიძე, ბევრი ალბათ ერთი კარგი ხანს გაგრძელდა, 1-3 თვე მე მგონი გაგრძელდა შეხვედრა. რომ ანუ ინტერნეტ სივრცეში ამ პროექტის პირველი მერცხალი იყო ქალაქის მერი. როგორ მოხდა მისი შერჩევა? იცით რა არის, ანუ მე სულ ჩემი მეჯვარი ახლა ქალაქის მერი, ანუ ამასაც არ მოვიტყუები. ანუ სულ მაქვს ამ თემაზე ლაპარაკი და მართალი გითხრათ ამ ჩემ Facebook-ის ბრძოლებზე და რაღაც კამათებზე და იმაზე რომ ვყვებოდი ხოლმე სულ სახში, ანუ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებთან და ჩვენ მეგობრებთან. ყველა დამცინოდა, რომ ნუ რაღაცა იქ შენი სამყარო გაქვს, ეგ რა შუაშია, ეგ არაფერს არ ნიშნავს და ნელ-ნელა ამათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, ახლა CNN-ს რო ჩართავდა, ობამა რო წერს watch me on CNN Twitter-ზე და ბილტი რო ჩამოვიდა და მთელი მისი მაგაზე მოგიყვებით, მე მინდა რომ მოგიყვეთ ამ ბილტის ისტორიაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ახალისო და ესეთი ნიშანდობლივი ისტორია.
მე მიხვდნენ რომ ამას მნიშვნელობა აქვს და მე ხალხის მე იყო პირველი რომელმაც ამის სურვილი გამოთქვა დამიკავშირა და მითხრა რომ შენ ხო აპირებ ისედაც ამ პროექტს ხო აი ესეც უნდა ითქვას რომ ჩვენ pipeline-შია ეხლა ეს პროექტი ივლისში იქნება შემდეგი შეხვედრა იმიტომ რომ სტრიმინგის და ამ ვაგვარებდით ეხლა ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ ჯერ იყო ჟურნალი მე არტ გამოცემა შუაში ვები და ასე შემდეგ და ივლისიდან უკვე ჩვენ სივრცესაც შევთავაზებთ ხოლმე იმ ადამიანებს ეხლა გიგიმ მოისურვა ნათმოძრაობის შტაბში ამის გაკეთება ეხლა თუ ვინმე სიტყვაზე ირაკლი ალასანი ან შალვა ნათელაშვილი მოისურვებს რომ მე მათ ანუ ნებისმიერი მხარე ეს იქნება სამთავრობო ოპოზიციური ყველას ექნება შესაძლებლობა რომ მიიღოს მონაწილეობა. კარგი. ხატონ ნინო, საინტერესო იქნება პირველ რიგში გკითხოთ, თქვენ მიიღეთ თუ არა ამ კონფერენციაში მონაწილეობა, ანუ დავუსვით თუ არა ქალაქის მერს კითხვა და გაგცეთ თუ არა პასუხი. არა, არ მიმიღია, იმიტომ არა რომ რაიმე დაბრკოლება შემექნა, უბრალოდ დღეს გავიგე ამის შესახებ და აი ტელევიზორს არ ვუყურე. არა. ხო, იშვიათად, თუმცა ნუ დღეს ვუყურე, იმიტომ რომ გადაცემისთვის ვემზადებოდი და ნუ ბუნებრივია, უნდა მენახო, ხო, თორე პრობლემა არ მგონია რომ მონაწილეობა ყოფილიყო, თქვა ვინმე. თუმცა დღეს როდესაც ნახეთ და ზოგადად შთაბეჭდილება უკვე შეგექმნათ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როგორ შეაფასეთ? ეს მე ვფიქრობ არის ძალიან კარგი პროექტი, მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ რომ სოციალურ ქსელებს მართლა გაზრდილი მნიშვნელობა აქვს. და მე როგორც ადამიანს, რომელსაც მაინტერესებს ზოგადად პოლიტიკური კომუნიკაცია, ასეთი ტიპის პროექტები რასაკვირველია დამაინტერესებს იმისათვის, რომ გავიგო რა უნდათ, ვთქვათ, იმ ადამიანებს, როგორც ხალბატონ თამარმა თქვა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყანაში, უთხრან საკუთარ ამომრჩეველს. აი ამ შემთხვევაში ეს არის მართლაც იდეალური პროექტი, როდესაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა თქვან ის, რაც უნდათ. ჩემთვის ეს იყო ტიპიური აი ესეთი პროდუქტი, ეს იყოს რა თქმა უნდა PR პროდუქტი ამ შემთხვევაში ქალაქის მერის. თუ კი ეს პროექტი ასეთი სახით გაგრძელდება, შეიძლება ეს გამოიყენოს ძალიან კარგად, თქვა, ყველა იმ ოპოზიციურმა პარტიამ, ასევე სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებმა, ვისაც აქვთ სათქმელი საკუთარი აუდიტორიისთვის და ჭირდებათ ფართო აუდიტორია და თქვათ ეს იქნება რაღაცა გარკვეული კავშირი საკუთარ ამომრჩეველთან ან უბრალოდ იმ ადამიანებთან ვინც უსმენს მათ, მაგრამ ეს არ იქნება საშუალება იმისა რომ მათ მიიღონ უკავშირი მოქალაქეებისგან. ანუ თქვათ აუცილებლად ის კითხვები რომელიც იქნება არაკომფორტული გაიფილტრება და ესეც არ არის არაბუნებრივი მოვლენა ასეთი ტიპის ინტერვიუებისთვის. უფრო მეტიც თქვათ შეიძლება დაისვას რამდენიმე კრიტიკული კითხვა რომელიც წინასწარ იქნება თქვათ გავლილი და შეთანხმებული პასუხი. წესით ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც იცის ეს ხელობა და ბუნებრივი არის თქვა პროფესიონალი, იცის ეს საქმე, როგორც წესი არის ხოლმე პირდაპირ რეკომენდაცია, PR რეკომენდაცია, რომ ძალიან გთხოვთ გაიარეთ ყველა კრიტიკული კითხვა მანამ, სანამ თქვენ მიბრძანებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ გაიფილტრება. მაშინ რა განსხვავებაა სოციალურ ქსელსა და იგივე დავუშვათ ტელეეთერით მსგავსი გადაცემის მოწყობაში. კითხვა შემიძლია მე გავაგზავნო და გადაცემის წამყვანი წაიკითხავს და ბუნებრივია გასცემს პასუხს და იგივე შემიძლია გავაკეთო Facebook-ის მეშვეობით ან ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით, ხო? კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ Facebook-ზე მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომელთა ვთქვათ, რომლებიც ემხრობიან ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც არის სტუმრად მიწვეული, მათ აქვთ შანსი, რომ დასვან კითხვა. თუმცა ადამიანებს, რომლებიც არიან შედარებით კრიტიკულად განწყობილი და აქვთ სხვა ტიპის კითხვები, ну, ბუნებრივია ეს გაჭირდება, ვთქვათ, ამ შემთხვევაში თვითონ მეთოდოლოგიასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Facebook-ი, ну, თქვენ თავად ახსენეთ, რომ ეს არის საათნახევრიანი შოუ, სადაც პრინციპში პასუხების დრო არის ძალიან შეზღუდული. თუ კი თქვენ დააკვირდით, ქალაქის მერს ჰქონდა საშუალება ძალიან დიდხანს ესაუბრა, თქვათ, კონკრეტულ პასუხებზე და მოდერატორს ამ შემთხვევაში ხალბატონ თამარს არ ჰქონდა, თქვათ, ჩაკითხვის მცდელობა. ან თქვათ, დაეკონკრეტებინა. მაგალითისთვის გეტყვით, თქვათ, ლაპარაკი იყო ყვითელ ავტობუსებზე, რაც ძალიან ისეთი კრიტიკული კითხვა, მტკივნეული თემა არის, ბევრი მოქალაქე, ეს კითხვა იქნა დასმული, ხო? მაგრამ საქმე არის, თქვათ, როგორი იყო პასუხი, რამდენად შესაძლებლობა ჰქონდა ბატონ მერს შეეფუთა ეს პასუხი და თქვათ, შემდეგ კითხვა მაგალითად უნდა შეზღუდული ადამიანებისთვის სპეციალური ავტობუსები შემოვიდა თბილისში და თავად ისინი ამბობენ, რომ სანამ ეს ავტობუსი არ ჩაივლის, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს ამ ავტობუსში მათაც შეეძლოთ შესვლა, იმიტომ რომ ბორბალი არის, თქვათ, უკან და უკვე როცა ავტობუსი მიდისო, არა.
ეს თქვა არ დაცმულია. მოდი ჩვენ უკვე ქალბატონ თამარს ვკითხოთ, რა პრინციპით ხდებოდა კითხვების დასმა ქალაქის მერისთვის? ანუ პირადად თქვენად გაფილტრაზე საუბრობდნენ, გეტყვით, იმიტომ რომ მე ჩართული ვიყავი ამ პროცესში, მე თვითონ უყურებდი ამას და ერთადერთი რაც იფილტრებოდა უხამსობა თუ დაიწერებოდა. კი არა, რამდენიმე ესეთიც გაიპარა, მაგალითად ხა მე იქ ეთერში ვკითხულობდი, ვთქვათ, ეს კიკიმორა აქ ვინ დაასვა საკუთარ თავზე. ან ვთქვათ, რაღაცა დაიცავი საქართველო, ყრიდა ამ იმეებს, რა ქვია, ვიდეოებს, დარბევის, მიტინგის და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ტიპის იქ ხა თუ ვიღაცა შემოვარდებოდა, ხა ამას თვითონ Facebook-ის ადმინისტრაციაც დაბლოკავს თუ დაარეპორტებ, ხო? ამ ტიპის შეკითხვები გაიცხრილა, მარტო უხამსობა გაიცხრილა. მეტი ყველა კითხვა შემოვიდა, როგორც მე ვიცი ხა რა, ну რაც იწერებოდა იქ პირდაპირ ანალიზით სადულია გადაავლეთ თვალი და შეგიძლიათ ნახოთ, რაც შეეხება იმას თუ როგორ შეირჩა კითხვები. ბუნებრივია იქ შემოდიოდა აი ნინოც თუ ნახავს და თქვენც თუ ნახავთ, ეს ადვილი შესამოწმებელია ძალიან, იმიტომ რომ ის გვერდი არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ. შემოდიოდა რა ვთქვათ, გლანის მესამე მიკრორაიონის მესამე კორპუსში არა გვაქვს მე-7 სართულზე არ ამოდის წყალი. ეხლა ასეთი კორპუსი არის თათვი ძალიან ბევრი. შემოსული იყო 150-ზე მეტი კითხვა. არც ერთ პოლიტიკოსს ეხლა გიგი უგულავს იმდენი დრო რო კონდეს რომ 150 კითხვას ეხლა ყველა იმას დაჯდეს და მთელი დღე ჩემთან ერთად გაცეს პასუხი, მე ვიქნები პირველი რომელიც მას ხმას აღარ მიცემს. ესე იგი მას სხვა საქმე არ აქვს ამ ეტაპისთვის, ხო? ხო, იმიტომ რომ თუმცა თქვენ აღნიშნეთ გადაცემის დაწყების დროს რომ წყალმომარაგებაზე შემოვიდა ყველაზე მეტი კითხვა. ბუნებრივია, ამიტომ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, თემატურად დავაჯგუფეთ. ზოგადად მერის პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით მე ვთვლი რომ ზუსტად პირდაპირ თქვა რომ სადღაც 12 წლისთვის მოგვარდება ძველი ზონა, მე გარეთ ამიტომ თბილისში შემოვერთდა ესენი, ხო, რაღაცა ვთქვათ, გარშემო სოფლები, რომლებიც მანამდე თბილისი არ ყოფილა. 14 წლისთვის მოგვარდება დარჩა. ეხლა შეგვიძლია სიტყვაზე დავიჭიროთ ეს კაცი, ხო? 12 წლამდე აპირებს თბილისი აი ძველ საზღვრებში, რაც იყო რომ წყალმომარაგების საკითხი მოგვარდეს. აქამდე ვიცოდით ეს, მე მაგალითად არ ვიცოდი რომ 12 წლამდე. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თუმცა მანამ გკითხავთ ქალბატონმა ნინომ აღნიშნა რომ აი კითხვა რომელიც დაისვა შემდეგ არ ყოფილა უკვე გაგცომა თქვენის. ჩაკითხვის საშუალება მქონდა. უბრალოდ მე ზოგადად არ ვაკეთებ ისეთ ინტერვიუს. იქ ცალკე ის არის, რა ქვია, მოლაპარაკების საგანი. ეგ არის hard talk-ი, ხო? თუ მოვილაპარაკებთ იმაზე, რომ მე ვაკეთებ hard talks, მე გავაკეთებ hard talks. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ მოვილაპარაკებთ იმაზე, რომ ეს არის ინტერვიუ და მე არა ვარ მისი ოპონენტი, არამედ მე ვარ მისთვის კითხების დამსმელი, რომ მან მიიტანოს საზოგადოებამდე თავისი სათქმელი. მე ვაძლევ ამას ამის საშუალებას. თუმცა ჩაკითხვის საშუალებებიც იყო, თქვენ იქ შეგიძლიათ რომ ნახოთ თუ სრული მას ნახავთ. ახლა რუსთავზე რაც გავიდა, იქ იყო გიგი საუბარი, ჩემი ჩაკითხები არც ყოფილა. რაც შეეხება ინტერნეტით რასაც ნახავ, იქ ჩაკითხვის საშუალებები მქონდა მე და ვეკითხებოდი კიდეც, სადაც ვთვლიდი რომ ეს არის ხო ბევრი ფორმატით ეს არისო ფორმატით ეს გათვალისწინებული არ ყოფილა. თუ შევთანხმდებით იმაზე, მე მირჩევნია რომ hard-talk-ი გავაკეთო, ბუნებრივია, მაგრამ რესპონდენტსაც მე ხო მინდა რომ რესპონდენტი მოვიყვანო, ხო? ეხლა მე შემიძლია შეგითანხმდეთ, იცი არის მოვალ, ოღონდ სუშავებში ჩაცმული მოვალ. გასაგებია, მაგრამ hard-talk-ის ფორმატი თუ იქნება, იმ შემთხვევაში თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ მეგობრული ურთიერთობა იგივე გიგი უგულავასთან. რამდენად მწვავე იქნება დაუშვათ როგორც ჟურნალისტი. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ, ანუ ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, პერსონალურად მე ინტერვიურებული მყავს საქართველოს პრეზიდენტი, თავად გიგი უგულავა, ოღონდ მისი საის ინტერვიუს სახით არ გასულა, ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ, წაიკითხოთ ამ ინტერვიუები და სიმწავე შეადაროთ ერთმანეთს, ანუ ეს მივხვდი, რასაც მეუბნები. სოციალურ ქსელში როგორ იქნება ეს ყველაფერი თქო. მოდით რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ უკვე პირდაპირ ეთერში და გავაგრძელოთ ამ თემასთან საუბარი და გადაცემის ბოლოს აუცილებლად კითხავთ, იქნება თუ არა პრეზიდენტი უშუალოდ ამ პროექტში ჩართული და მიიღებს თუ არა მონაწილეობას. რამდენიმე წუთში ბრუნდება არგუმენტები. თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან თამარ ჩერგოლეიშვილი და მედია მკვლევარი ნინო დანელია. ქალბატონო ნინო. აი შემეშინ. თქვენგან დავიწყებთ, იმიტომ რომ მე ვარ საინფორმაციო წამყვანი ток-შოუზე, უბრალოდ რამდენიმე დღით ვარ ხოლმე. ქალბატონო ნინო, გავაგრძელოთ, მოდი, რაც გადაცემის პირველ ბლოკში ვსაუბრობდით, იქ იყო საუბარი კითხვების გაფილტრაზე, ჩაკითხვაზე და ესე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გადაცემის ფორმატზე შეთანხმება ყოველთვის არის ნორმალური და შესაძლებელი, სწორედ ამას ვამბობ და ამით დავიწყე, რომ ეს იყო ტიპური ჩემთვის გადაცემა, სადაც პოლიტიკოს აქვს საკუთარ გეგმებზე საუბრის საშუალება. ის არ არის იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში წესით არიან ხოლმე პოლიტიკოსები, როდესაც მათ თქვათ ჟურნალისტი, ახლა გეტყვით, ჟურნალისტი უსვამს კითხვებს, რომლებიც უფრო მეტად თქვათ მის პოზიციას ავლენენ რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე. რა შეგიტყვა დაგაკლდა, მაინტერესებს. არა, დამაკლდა ამ შემთხვევაში მე ვამბობ უბრალოდ იმ, რასაც გადავხედე, რასაც ადამიანები საუბრობდნენ, რომ აი ეს კითხვა, რომელიც მე გავაგზავნე, არ დასმულა. მაგალითად ერთ-ერთი, კი ბატონო, მაგალითად ერთ-ერთი უკვე გითხარით უნარ შეზღუდულ ადამიანებზე და ყვითელ ავტობუსებზე
ავტობუსებზე და არის მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის კითხვა, როდესაც თქვა იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 2003 წლამდე, როდესაც თქვა წყნეთის ტყეები ჩეხებოდა და იყო პრობლემა და თქვა ეხლაც გრძელდება ეს ამბავი, თქვა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქალაქის მერმა, რატომ არ გრძალავს. კიდე იყო ბაგაბაღებზე შეკითხვა, ის რომელიც უბრალოდ ვერ მოვასწარი და იყო პარკებზე შეკითხვა. მესმის. არა, შესაძლებელია რაღაც ვერ მოასწროთ, მაგრამ როდესაც სიმპტომატური არის, რომ რთული კითხვები, კრიტიკული კითხვები არ ისმება, ეს არის თავისთავად პრობლემა. ეხლა როგორ მეუბნებით ეხლა ძალიან კრიტიკული კითხვა არ გაჟღერებულა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი ამბავი, სწორედ ამიტომ მაინტერესებს რომელი კრიტიკული კითხვა არ დასმოლა. ანუ წყალმომარაგების კითხვა, წყალმომარაგების თემა, კრიტიკული თემა არ არის? კი, კრიტიკული კითხვაა წყალმომარაგების ტრანსპორტის თემა, მაგრამ ამ თემაზე ის ლაპარაკობდა საკუთარ გეგმებზე. ხო, ამას ვამბობ, სწორედ თქვენ არ ჩაეკითხეთ, თქვენ მას მიეცით გეგმებზე, ანუ მომავალ დროში არის, მე ამას გავაკეთებ. თქვათ, ეხლა რაც არის პრობლემა, ის თქვათ როგორ გვარდება. აი ტრანსპორტთან დაკავშირებით არის კრიტიკული კითხვა, თქვათ, რატო გააუქმეთ კერძო სამარშრუტო ტაქსები, თუ ეხლა ისევ სამარშრუტო ტაქსები უნდა შემოგეყვანათ. დავაისოფალი ბაზარი დარბაზიდან დაისვა კითხვა, რატო არის 4 მომწოდებელი ამ სერვისის მაშინ, როდესაც თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება კონკურენციამ უფრო გამოამჯობესოს სერვისი. ისმებოდა ესეთი კითხვა, უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ იმას ქართულ ტელევიზიებში, რომ თუ გამგმირავი სახით არ დადგას ეს მათრახს არ გირყავს. ეს არის თუნება და ძალიან შორსვა მე იმაზისგან რომ გამგმირავის სახით ქართონ ნებისმიერი იგივე აი ხა ბუნებრივ ამას სანამ გავაკეთებდი ხა ალბათ დაახლოებით ხვდებით რომ სანამ რამეს გავაკეთებდი გინდათ ჩემი ჟურნალი რო აიღოთ მანამდე 1000 მსგავს რამეს ვნახულობ დასავლეთში ხო ნახე მე ყველა ის თქვა ესეთი ტიპის შეხვედრა რაც კი რომელიმე პოლიტიკოს გაუმართავს და როგორ იქცევა იქ ჟურნალისტი. კი ბატონო ძალიან კარგია რომ სახსენეთ ალბათ თქვა ნანახი გექნებათ საერთაშორისო ჟურნალისტები თვის მიცემული რეკომენდაციები და გაიდლაინები, ხო, სად არის ინტერესთა კონფლიქტი, მაგალითად ერთ-ერთი. როდესაც ადამიანს თუ კი ის აპირებს რომ იყოს ჟურნალისტი, თუ კი ის აპირებს იყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტი, აპირებს იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ გავლენებისგან, მან თავი უნდა შეიკავოს ისეთ რესპონდენტთან საუბრისგან, რომელთანაც აქვს ბუნებრივად ინტერესთა კონფლიქტი. უკაცრავად ამამპურის ქმარი ვინ გონიათ? აბა მითხარით ვინ იყო ამამპურის ქმარი, რომელიც იყო CNN-ის მითხარით ვინ იყო აბა? ძალიან არა, მითხარით ვინ იყო? თქვა ზუსტად ასეთივე ტონით შეგეძლოთ ბატონ გიგის და გელაპარაკოთ, ის უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის ვიდრე მე. კრისტიან ამამპური იყო CNN-ის მთავარი პერსონა და მისი ქმარი იყო თეთრი სახლის ძალიან მაღალ ჩინოსანი თუ არ ვთქვი კლინტონის ადმინისტრაციის დროს. ამას მათ ხელი არ შეისწინი პარალელურად იყვნენ ის იყო CNN-ის მთავარი პერსონა, ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი და ეს კაცი იყო თეთრი სახლის მთავარი. უამრავ მაგალითს მოვიყვან ამისას, იგივე IMF-ის შეფი, რომლის ცოლიც არის ეს. როდესაც მისი მეუღლე მინისტრი გახდა, ეს მაგალითი ჩემი არა მაქვს ლაპარაკი. აქ მაქვს ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც იყო თქვენი რესპონდენტი. თუ თქვენ მეტყვით, როდესაც ამამპურს ყავდა მოწვეული რესპონდენტად მისი ქმარი, ან მისი მეჯვარე, ან მისი უახლოესი ნათესავი ან მეგობარი. ეგ არ იყო გამართლებული. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხლა გეტყვით, ძალიან ლოგიკური და ძალიან ადამიანური რამეა. როდესაც თქვენ ხართ ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ესე, როდესაც თქვენ ხართ ადამიანის ახლობელი ზუსტადაც რო თქვენ საზოგადოების მე მოხსნილი მაქვს ყველანაირი თუ შეიძლება რომ დამამთავრებინოთ მე ვიცი რომ ეს პრობლემაა თქვენ ადამიანს დაასრულებინოთ აზრი მაგრამ იქნებ როგორმე დამამთავრებინოთ დაგასრულებინებთ თუ თქვენ შეამჩნევდით იქ იმას რომ მე ვთქვათ რაღაცა მორიდების გრძნობა მაქვს ან რაღაცა დანდობის პირიქით მე ყველანაირი ბარიერი მოხსნილი მაქვს მე ისიც არა მაქვს ის დამოკიდებულებაც არა მაქვს მასთან რომ ვთქვათ რამე ან ვერ შეუბედო ან ესა პირიქით ჩემთვის ეს ძალიან ადვილი იყო და მაშინ ესე ამის პროფესიონალიზმზე აქედან გამოდის რომ მე ახლა ურთიერთობა მაქვს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, საქართველოს გენერალურ იუსტიციის მინისტრთან. ანუ რა გამოდის? ახლა თქვენ თუ მე შემამჩნევთ რომ მე იქ გეტყვით რა გამოდის თუ მაცლით. ესე იგი გამოდის რომ თქვენ გაქვთ სანდოობის პრობლემა, სერიოზული სანდოობის პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც თავს მიიჩნევ ადამიანის ახლობლად
ძალიან არარეალურია, რომ გინდოდეს ამ ადამიანის უხერხო მდგომარეობაში ჩაყენება საზოგადოების თვალში. თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანს თქვათ პირადად, იმიტომ რომ საკმაოდ გულწრფელი ადამიანი ხართ, ხო? შეგიძლიათ პირადად თქვათ უთხრათ რაღაცა კრიტიკული ურჩიოთ, რომ ესე კი არ უნდა გაკეთებინა, ესე გაკეთე, მაგრამ საჯაროდ დისკომფორტის შექმნას მოერიდებით ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი ფსიქოანალიზი გაკეთეთ საჯაროდ და წაგიკითხავთ ჩემი ან სტატია დაწერილი მაგალითად საქართველოს პრეზიდენტის ტელეხიტზე, ან წაგიკითხავთ ჩემივე სტატია დაწერილი ტელეკომპანია იმედზე, რომლის ხელმძღვანელიც ჩემი უახლოესი მეგობარია გიორგი არულაძე. წაგიკითხავთ, ანუ რის საფუძველზე მსჯელობთ, რა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, რომ მე ადამიანს დავინდობ. თქვენ თუ გინახავთ დათვის ტყავში გამოწყობილი გიორგი არულაძე, რომელიც ჩემი მეორე ნომრის გარეკანზე იყო, ანუ იმედის დათური სამსახური, ანუ რა გაძლევთ ამის საშუალებას თქვენც, ისევე როგორც ბევრი ექსპერტი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს, რაღაცა დასკვნებს აკეთებთ, presumptions რა, რაც ქვია, დასკვნებს აკეთებთ, აი ესე უნდა იყოს წესით. აი ესე იქნებოდა. მაშინ აბა რა გაძლევთ ამის საფუძველს? გადახედეთ მე რასაც. ზუსტად გეტყვით რა, ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ვარ რეგულარული მკითხველი ტაბულასი, მაგრამ ის სტატიები, რომელიც მე წამიკითხავს, თქვათ, გამიზნულად, რომ მე ნახა, რომ აბა თქვათ, როგორ გაშუქდა ეს და რამდენად მნიშვნელოვანია. თუნდაც ბოლო ნომერი, რომელიც მე ვნახე, რომელიც მთლიანად ეძღვნება 26 მაისის ამბებს. ეს ჩვენი პოზიცია. ეს არის თქვენი პოზიცია. ამაშია საქმე და თქვენი პოზიცია არის პოზიცია, რომელიც ყველა ქმედებაში ხელისუფლებას უჭერს მხარს. შესაბამისად, თქვენ ეს პოზიცია მიგაქვთ საზოგადოებამდე. სწორედ ხო და ამას ვამბობ, სწორედ. ეს არის ხელისუფლების პრობლემა. ეს არ არის. ანუ მხარე, ანუ რაც არ უნდა გააკეთონ, თქვენ ყველაფერსში ცდილობთ, რომ მხარი დაუჭიროთ. თქვენ ამბობთ, რომ რეგულარული მკითხველი არა ვარ, მე თქვენ უბრალოდ წაიკითხეთ გიანოდია სტატია, რაც არის მართლა ჩვენი პოზიციას გამოხატავთ, ან ეკონომიკური ტექსტები თუ წაგიკითხავთ, თუ ვერ კითხულობთ. მე ვერ წაგიკითხავ ეკონომიკური პოლიტიკას, ჩვენზე ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენზე დიდი კრიტიკოსი საქართველოში არ ყავს საერთოდ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენ დავცინით პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ ინფლაცია გამოიწვია კარტოფილზე ფასების ზრდამ. ჩვენ დავცინით ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დამატებითი რეგულაცია შემოქვს. უბრალოდ იცით რა არის? პაპსა, აი ესე დავარქმევ რა. პაპსა თემად გადაიქცა სამწუხაროდ აი ეს ტრაგედია, რომელიც 26 მაისს იქ მოხდა. შესაბამისად, ის ადვილი გასაგებია თქვენთვისაც და ყველა სხვა ექსპერტისაც და ვიმე აქ ხელისუფლების პოზიცია უჭირავთ და ამიტომ ეს არის და ეკონომიკა მესმის, რომ თქვენთვისაც და ბევრი სხვისთვისაც შეიძლება უფრო რთული დარგი იყოს და იქ კრიტიკა ვერც დაინახოთ თქვენ საერთოდ, მაგრამ მე იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კრიტიკულები არა ვართ, ხო? რადგან თქვენ ვერ გაიგეთ ჩვენი კრიტიკა. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე იგი, რაც შეეხება კრიტიკას, ანუ თქვენ თავადვე თქვით, რომ ეს არის თქვენი პოზიცია, ხო? როდესაც ჟურნალისტი ჩვენ მაქვს უფლება მქონდეს პოზიცია. ამას ვამბობ, რომ ეს ბადებს სანდოობის პრობლემა არის. რატომ ბადებს სანდოობის პრობლემას? იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც აქვს პოზიცია, ის ვერ იქნება ობიექტურად დამკვირვებელი მოვლენების. მე არ ვარ ობიექტური ჟურნალისტი. მე არ ვარ ობიექტურობის, მე არ მჯერა თქვენ თუ გონიათ, რომ ვინმე საქართველოში არის ობიექტური, ძალიან გულუბრყვილო, ძალიან გულუბრყვილო არის თუ ვინმე გონიათ. და სტანდარტი არის პროფესია, ჟურნალისტური. არ გეჩხუბებ. არ გეკამათებ. თქვენ მეუბნებით, რომ არ ხართ ობიექტური ჟურნალისტი, კარგია რომ ამას მეუბნებით, იმიტომ რომ თავში სწორედ ეს ვთქვი. გეკამათებით, მთავარია, რომ იყოს დაცული ჟურნალისტური სტანდარტი. თქვენ თუ ნახავთ ტაბულაში გადამომოწმებელ ფაქტს. ტაბულაზე არ ვლაპარაკობ, თქვენ რამდენად დავუბრუნდით ახლა, დავუბრუნდით ქალაქის მერისთვის მოწყობილ პიარ აქციას, რომელშიც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. ბუნებრივია, მივიღებ დიდი სიხარულით ყველას პიარ აქციაში მონაწილეობას, თუ მე კითხვის დასმის საშუალება მომეცემა, თუ მე მომეცემა საშუალება ჩემი ნებით გადავაჯგუფო ის კითხვები, რომელიც მოქალაქეებისგან შემოდის, თუ მე მომეცემა საშუალება, რომ ჩავეკითხო იქ, სადაც მაინტერესებს, თუ მე მომეცემა საშუალება, რომ ფორმატში შევდაფო. გუშინ ყველაზე კრიტიკული კითხვა დავუშვათ, რომელიც მაყურებლის მხრიდან შემოვიდა და ეს თქვენ დასვით იგივე ქალაქის მერთან. იყო თუ არა ეგეთი? კი, ბუნებრივია, თემატურად იყო ტრანსპორტის თემა, იყო კრიტიკული, იქ ბავშვები მე დავაბარეკიდებ, თქვი კიდეც რომ ავტობუსები გაჭედილია, რომ კონტროლერები არ მუშაობენ და ამიტომ იმის გამო რომ თქვა თავრობა ვერ უზრუნველყოფს ფულის ამოღებას, ამიტომ ესა რა ქვია, მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმენით და მოსახლეის შეუმცირეთ. იგივე იმაზე რა ქვია, სამარშრუტო ტაქსების თემა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ სამარშრუტო ტაქსები ერთხელ გააუქმეს, ეხლა თავიდან გამოცხადდა ტენდერი. რომ ერთი და იგივე კომპანია იყო, ის კომპანია, ვინც 4 სხვადასხვა სახელით შეიტანა
უნდა განცხადება. იცი არის მე ამის შესახებ ინფორმაციაც არ მაქვს, რომ ეს კომპანია ერთი და იგივე კომპანია იყო. კი, თუმცა იყო ამაზე ლაპარაკი, ძალიან ბევრი ბატონო გოთქინა თამაშია. შემოგეგზავნოთ, მე მაგალითად პირად გვერდზეც დავა ანონსე, ეს ღონისძიება, იქ იგივე ბლუმბერგის ელენა ბედველმა, ნანა ჩართოლანმა ასე შემდეგ. იქ შემოვიდა კითხვები, რომლის საშუალებაც იმის გამო, რომ ეს კითხვები იმეორებდა ბევრი მკითხველისას, მე განვაზოგადე და დავსვი ის კითხვები, ხო? იქ იგივე დასაქმების პროგრამაზე ვკითხე, წინა საარჩევნო დაპირებად ხო არ დარჩა, იმაზე ვკითხე, დარბაზიდან იკითხეს იგივე თავისუფალი ბაზრის პრინციპი, სოციალური დახმარებების სიჯანსაღეზე ჩავეკითხე, იმიტომ რომ იცით ჩვენი არ ვიცი, ხო მაგდენს კითხულობთ თუ არა, რომ იცით ჩვენი დამოკიდებულება, რომ არ მოგწონს მთავრობის სოციალური პოლიტიკა, ვთვლით რომ ეს წყალში ფულის ყრა არის ხშირ შემთხვევაში, ხო ამ თემებზე ჩავეკითხე, მქონდა საშუალება და მართლა არ გამჩენია სურვილი, რომ კიდევ ვთქვათ, რომ ეს თუ მეცოდინებოდა, რომ ეს იმ ფორმატში რა ფორმატზე შევთანხმდით, მე ფრიად კმაყოფილი ვარ. ერთი რასაც მე შევცვლიდი, მინდოდა რომ ეს ყოფილიყო უფრო საუბრის რეჟიმი, მაგრამ მან ერთი ის არის თვითონაც აღიარა დასაწყისში, რომ იცით რა, მე მიჩვეული ვარ მაინც ამ ტრადიციულ ემასო და ამას ქონდა უფრო გამოსulis სახე რა. ანუ იქ ის კი არის საუბრის რეჟიმი და უფრო მე მაგალითად არ დავსვავდი ამხელა აუდიტორიას. ეს თვითონ უნდა და იმის გამო რომ მაინც კითხვა უნდა დამესვა, როგორ გადაწყდა აუდიტორიას მიიღო მონაწილეობა. ის არის აქ მე მივეცისა იმის გამო რომ ეს იყო პირველი პროექტი, იმის გამო რომ მეც მჭირდება ამოქოქვა ამ ამბავში და ეს ვფიქრობ რომ ეს გამომადგება იმაში რომ სხვა პოლიტიკოსებიც წამომყვნენ იგივე პროექტზე, ხმე რომ ვფიქრობ რომ დამეხმარება ამ ყველაფერში. წავყევი, ანუ როგორც რა ფორმატიც უნდოდა, ვთქვათ რა ფორმატიც უნდოდა, მე წავყევი ბუნებრივია, ჩემი ნებით წავყევი. იქ იყო აუდიტორია, მე მაგალითად ნაკლებ ადამიანს დავსვავდი. უფრო სატელევიზიო იმის რომ ეს იყო წინა საარჩევნო კამპანია, ეს იყო მიკერძოებული პირველი პროექტის პირველი გადაცემა შეიძლება თქვა. ანუ წინა საარჩევნო კამპანია მომავალ დროში საუბრობდაო, განაცხადა წეხან ქალბატონმა ნინომ და ასევე აღნიშნა რომ საარჩევნოთ ამ პროექტს ყველა კარგად გამოიყენებს. ასევე საუბრობენ ექსპერტებიც ამაზე, რომ დაიწყო ქალაქის მერმა წინა საარჩევნო კამპანია. ამაზე ვერაფერს ვერ გიტყვით, მე იმიტომ რომ არ წარმოდგენა არ მაქვს. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო თუ უბრალოდ დროისთვის ფეხის აწყობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც დღეს სოციალურ მედიაში ფეხს ვერ მოიკიდებს, იმას ვერ ექნება გამართული კომუნიკაცია. ანუ ეს კითხვა სწორედ იქედან გამომდინარეც დავსვი, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩემთვის დაუშვათ აუდიტორიას იქ არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა იქნებოდა თუ არა. ანუ მე გულისხმობ პიროვნულად, ანუ თვითონ ამ პროექტის ავტორებს რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. მხოლოდ ამას და არა დაუშვათ გაგეთვალისწინებიათ იგივე თავად მერის პრინციპული საკითხი ეს არ ყოფილა, თუმცა მე ჯერ ეს ერთიც ახლა მე თვითონ რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი, შეიძლება რომ თქვათ რამდენი აუდიტორია დამესვა კიდეც, მაგრამ უფრო ინტიმურ მდგომარეობას შევქმნიდი, უფრო ინტიმურ სიტუაციას შევქმნიდი და ნაკლებად იქნებოდა ეს უფრო სატელევიზიო ფორმატი იყო რა და ეს მითხრა კიდეც მე ხო ვილაპარაკე ბუნებრივია ნაკლი რა იყო ის და ვთვლიდი მიმაჩნია რომ მისი პასუხები იყო ცოტა გრძელი, ანუ მე მინდოდა იქ ჩაჭრა რამდენჯერმე ვთქვათ და იმის გამო რომ ლაპარაკობდა, ეხა იქ აღარ დავიწყე. ის რა ქვია, ფეხებში შეჭრა. იმიტომ გაწყვეტინებთ რომ აქ გეკამათებით და იქ არ ვკამათობდით, ჩვენ იქ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი და მე მასთან მიმქონდა ის კითხვები, რომელიც მას მოსახლეობამ დაუსვა, ხო? და ამას გარდა ჩემი ნება რო იყოს, ეხა მე ვიცი ტერიტორია საიდანაც გავაკეთებ ამას, ვიცი რომელი გალერეა მაქვს შერჩეული ამისთვის, ახალი გალერეა, სადაც საიდანაც გავაკეთებ ჩართვას. იქ თუ რესპონდენტს ენდომება, თუ ვთქვათ მეტყვის სიტყვაზე ვამბობ, ვინმე, არ ვიცი მე ძიძიგური. თუ იქნა ის როდეს მე ჩემი რესპონდენტი რომ მე მინდა რომ მოვიყვანო ჩემი პარტიის ან წევრები ან ახალგაზრდები ან სტუდენტები და დავისვა და მათაც მივაცემინო კითხვის დანიშნულად მიცემ საშუალება. ჩემთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტია რომ მე ეს ამოვქოქო ბუნებრივია დავთანხმდები. ხო მინდა რომ კიდე მოვიდეს, ხო მინდა რომ დავითანხმო. ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკების საკითხია. ანუ დავაგზავნოთ მაშინ მივყვეთ უკვე იგივე ექსპერტების, ჟურნალისტთა ნაწილის მოსაზრებებს, რომ ეს იყო წინა საარჩევნო კამპანია პირდაპირ მნიშვნელობით. გავაგზავნოთ. იცით რა, მე ნამდვილად არ შემიძლია თქვა განზრახვა ბატონი მერის შევაფასო, მაგრამ ყველანაირი ფორმით ეს იყო ზუსტად, ვთქვათ, სწორედ ის რომ ადამიანი ლაპარაკობს გეგმებზე უფრო მეც. ვთქვათ, მას არ უწევს გარკვეული ტიპის პრობლემებზე პროექცირების საშუალება. ის რომ არ ისმება, ვთქვათ, ისეთი კითხვები, რომლებიც მას არ ამოგებია მდგომარეობაში ჩააყენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვთქვათ, იგივე ის ფაქტი, რომ ყველა პოლიტიკოსი ექნება, ვთქვათ, დაგეგმოს ფორმატი ისე როგორც ეს მას უნდა. ფაქტიურად აქ არის ჟურნალისტის როლი დაყვანილი მინიმუმამდე. ის არის მოდერატორი, ოღონდ მოდერატორი
რომელსაც აქვს საკუთარი პოზიცია და საკუთარი პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში იცით როგორ არის ყველა მოდერატორს აქვს საკუთარი პოზიცია მაგრამ როგორც წესი და ამას ასწავლიან რომ ყველაზე კარგი კი მოდერაცია არის ეგ ფოკუს ჯგუფების მოდერაცია როგორ უნდა გააკეთო თქვა როგორ უნდა წარმართო კონფერენცია როგორ უნდა თქვა მოეპყრო სტუმარს რომ მოდერატორი და თავად სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ამას ნიშნავს ის უნდა იყოს თქვა სწორი, პატიოსანი, ობიექტური, არბიტრი ვითარების, ხო? შესაბამისად, ის გადაცემას ვერ გავაკეთებდი. ანუ ეს არ იყო სატელევიზიო ფორმატიო. ეს არის სატელევიზიო ფორმატი. ეს არის საშუალება მისცე ფაქტურად იგივე რამე მოხდებოდა, თქვა ჩვენ ყოლოდა ეხა პრესამსახურის უფროსი, რომელიც მუშაობს მერიაში და მას წარემართა ინტერვიუ, ანუ განსხვავება აქ არანაირი არ იქნებოდა. ეს იყო ტიპიური, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, PR აქცია. თუ კი ასეთი თქვა PR აქციები შესაძლებელია რომ მოეწყოს თქვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ. წაიყვანს იგივე ირაკლი ალასანიასთან მსგავსი ტიპის ფორმატი. ირაკლი ალასანიასთან ვერ წაიყვანს, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ შეიძლება თქვა მოიძებნოს ვერ წაიყვანს მაგალითად ვერც კახა კუკავასთან ვერ წაიყვანს. შინაარსობრივად არაფერი შეიცვლებოდა. თქვენს ნაცვლად იქ რომ ყოფილიყო მერის პრესსამსახურის წარმომადგენელი ან PR დეპარტამენტის წარმომადგენელი. თვისობრივად არაფერი არ შეიცვლებოდა. თუმცა თვისობრივად ძალიან ბევრი რამე შეიცვლებოდა, თქვა თქვენს ნაცვლად იქ რომ იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოზიცია იმისა, რომ ის არის მთავრობის მხარდამჭერი. ერთი კითხვა, მაგრამ ანუ ადამიანი ოპოზიციობა არ არსებობს, ხო? არის ან მთავრობის მხარდამჭერი, ადამიანის პოლიტიკური პოზიცია გააჩნია ყველა შემთხვევაში ხა. რამდენიც არ უნდა იძახო ნინო, რომ შენ არ ხარ. ყველა შემთხვევაში ყველა მხარდამჭერი ხარ. ამიტომ ეხა შენ პუბლიკას ატყუებ, ტელემაყურებელს ატყუებ, რომ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პოზიცია. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი. მე ვაკუმბუნებრივ მე ვამბობ. მე ეს არ მეთქვა, თქვენ ამბობთ ნამდვილად, რომ ადამიანი ატყუებთ, არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში პოლიტიკური პოზიცია. იმიტომ რომ ელემენტარულად ადამიანები მიდიან და ხმას აძლევენ და თუ ისეთი ადამიანები არსებობენ, რომელიც პოლიტიკურ პროცესში არ იღებენ, ეს არის თქვენი რეფლექსია. მე რას ვამბობ? მე გიგი უგულავას მხარდამჭერი ვიქნები თუ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი თუ შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი მიუხედავად იმისა, ვისი მხარდამჭერი ვარ, ჩემი პროფესიონალიზმი როგორც მოდერატორის ამ შემთხვევაში იზომება იმითი მე იქ რა გავაკეთე. ის არა მე ვინ არის ჩემი ნათელი, იქ რა გააკეთეთ, ამაზე ვლაპარაკობ მე. ანუ თქვენ გინახავთ რომელიმე კონფერენცია, რომელიმე ვიდეო შემთხვევა, ეს იყო აბსოლუტურად ტიპური შემთხვევა. პირდაპირი შემთხვევა იმისა, რომ თქვენ გქონდათ მიკერძოებული დამოკიდებულება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ პირდაპირი რეკომენდაცია, როდესაც ადამიანი არის ჟურნალისტი და არა ექიმი, BBC-ს, New York Times-ის, თუმცა თქვენთვისაც შეიძლება სასაცილო გამოცემები იყოს, ერთხელ უკვე თქვით რომ მეცინებაო ამ გამოცემებზეო, მაგრამ ერთ-ერთ ეთერში თქვით რომ ნუ ძალიან არასერიოზულ რაღაცაა. ეს კონკრეტული შემთხვევა იყო, ნუ ამერე და კიდე ერთხელ იტყუებით, ეხლა ჯერ ატყუებით რომ მიკერძოებელი ადამიანები ძალიან ერთხელ მაცალეთ რას ვამბობ. ჟურნალისტი, იქ იყო საუბარი ვიკილიკსის, მაცალეთ ეს არის უზრდელობა, ეხლა თქვენასაც აკეთებ. რა გამოდიხართ? არა, მაგრამ უზრდელო ადამიანები არ შემიძლია ურთიერთობა. ესე არა, ეს არის ძალიან მარტივი რა, როდესაც ადამიანს ჟურნალისტს ეუბნებიან რომ შეიძლება კონდეს პოზიცია, მაგრამ წერის დროს არის მეთოდოლოგია, რომ ეს პოზიცია არ უნდა გამოავლინო, ეს ერთი. თუ ხვდები რომ შენი პოზიცია ისეთია, რომ შეიძლება თქვა კონდეს ინტერესთა კონფლიქტი, შენ აუცილებლად ამის შესახებ უნდა უთხრა ან რედაქტორს, ან არ გააშუქო ეს ამბავი. მიკურს მედია ექსპერტი. თავია რომ შენ არ დამახინჯე თუმცა გადმოსცე ფაქტი და სწორი კითხვა, რომელიც საზოგადოებას არ აინტერესებს. ანალიზი და ფაქტი ერთმანეთისგან გამიჯნა. პოლიტიკურ წყაროს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რა. ანალიზი და ფაქტი კითხვის დასმის დროს არ არის, უნდა გამიჯნო ერთმანეთთან. ვინ გითხრა რომ პოზიცია არ უნდა გამოხატოს ჟურნალისტმა? ანალიზი და ფაქტი უნდა გამიჯნო. ლიტერატურას შემიძლია რომ მოხდომიჩელი წაიკითხოთ და ჟურნალისტურ სტანდარტებზე ლიტერატურა და არ წაიკითხოთ. ჟურნალისტურ სტანდარტებზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ, თუმცა აქვე გითხავთ, თქვენ აღნიშნეთ რომ ეს პროექტი რო წაიყვანა სხვას და არა ქალბატონ თამარს, ხო? რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში თუ ამ პროექტის ავტორი მაინც იქნებოდა ქალბატონი თამარი? კი ბატონო, ამაზე შეგვიძლია რეკლამის მერე თუ ეხა გდება? რეკლამის შემდეგ. კი ბატონო. რამდენიმე წუთში ბრუნდებით. კი ბატონო.
გადაცემის დასკვნითი ნაწილით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მედიის სტანდარტებზე ვისაუბრებთ და ასევე შეჯამებას გავუკეთებთ გუშინდელ პირველ პროექტს, რომელიც სოციალურ ქსელში შედგა და ამის ავტორი იყო ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი. რეკლამის დროსაც საკმაოდ ისეთ დებატები მიმდინარეობდა და მოდით გავაგრძელოთ პირდაპირ საუბარი, ანუ სტანდარტები რა უნდა ყოფილიყო დაცული ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რა სტანდარტზე ვსაუბრობთ? ესე იგი, თუ კი ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ჟურნალისტური ინტერვიუ და არ იქნებოდა ეს თქვა პოლიტიკური კომუნიკაცია საზოგადოებას, რაშიც პრობლემას მართლა ვერ ვხედავ, არანაირი პრობლემა ამაში არ არის, მაგრამ თუ კი ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ის იქნებოდა ჟურნალისტური პროდუქტი, ცხადია, იქ უნდა დასმულიყო სწორედ ის კითხვები, რა კითხვებიც ქართულ საზოგადოებას აქვს და უნდა ყოფილიყო შეგრძნება იმისა, რომ ეს კითხვები არის დასმული მიუკერძოებად. კარგი, ამ კითხვებზე ჩვენ რამდენიმე წუთში მოვისმენთ ქალბატონის პოზიცია, მანამდე კი რაც რეკლამის წინ კითხეთ. იგივე, რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის წამყვანად ვიხილავდით კონკრეტულ სხვა ჟურნალისტს და ამ გადაცემის ავტორი იქნებოდა ისო ქალბატონი თამარი. იცით რა, შეიძლება ავტორი იყოს, თქვათ, რომელიღაც კონკრეტული ადამიანი, რომელიც პროექტის მსვლელობაში, თქვათ, ან ერევა მთლიანად, თქვათ, როგორც მფლობელი, თქვათ, ერევა მედიის იდეოლოგიაში, თქვათ, და განსაზღვრავს შინაარს, შეიძლება არ ჩაერევს. იმ შემთხვევაში, თუ კი ქალბატონი თამარი არ ჩაერეოდა ჟურნალისტის მიერ კითხვების შერჩევაში და იქ იქნებოდა ადამიანი, რომელიც თავს თვლის პროფესიონალ ჟურნალისტად და ასეთი არის კიდევაც, ბუნებრივია იქ დაისმებოდა კრიტიკული კითხვები, ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა. ერთ-ერთ კითხვას გეტყვით, მაგალითად, როდესაც ადამიანი კითხულობს, რატომ მოდის მის ონკაში ტალახიანი წყალი, თქვათ, როდესაც მერი ლაპარაკობს წყალმომარაგებაზე, მას უნდა მიეცა საშუალება, რომ მოქალაქეს უთხრას, რატომ მოდის მის ონკაში წყალი, როდესაც თქვათ, ლაპარაკია თემქის დასახლებაზე, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თქვათ, იგივე დევნილთა თემა და თქვენ თქვით, რომ ეს თემა დაისვა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თქვათ, ყველა ის ტენდერი, რომელიც ცხადდება, სამწუხაროდ არის დაფარული თავად დევნილთათვის და მათ არ ეძლებათ იმის საშუალება, რომ გაარკვიონ, თქვათ, ვინ იყიდა, თქვათ, ესა თუ ის ტერიტორია, ხო? ელექტრონულია, სახელმწიფო შესყიდვები ელექტრონულია, ნებისმიერ ადამიანს გახდა ელექტრონული და ძალიან კარგია, რომ ელექტრონული გახდა. როცა ელექტრონული არის, ხო? არა, ადამიანებს მაშინ, ესე იგი, როდესაც ქალაქის მერი არის, ქალაქის მერი, ხო, ცხადია, მან უნდა გასცეს კითხვა ყველაფერს, ხო? რა ხდება ქვეყანაში? თქვა უნდა აპდეიტად ვარ, იმიტომ რომ შესაბამისად, ესე იგი, სწორედ ამ თემას ვიკვლევდი და მქონდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ძალიან დიდი პრობლემა არის დასუფთავების სამსახურში. ადამიანებს არ აქვთ შაბათი კვირა, ვთქვათ, დასვენების დღეები, მათ უჭირთ გაგება იმისა, რა წერია კონტრაქტში და როდესაც, ვთქვათ, ქალაქის მერი აცხადებს აზეიმოდ იყენებს გვერდით, ვთქვათ, ამ ადამიანებს და მე შემდეგ ამ ადამიანებს ყოველდღიურად შეურაცხყოფენ და როდესაც ისინი არ მივიღია მე მონაწილეობა. და რატო არ მიგიღიათ მონაწილეობა? ხო და აპდეიტის უნდა იყოს ქალბატონი თამარ, თქვენ უნდა იცოდეთ ეს პრობლემები, რომლებიც დასვათ. იქ დაისვა, მომისმენთ, დაისვა 150 შეკითხვა, რაც შემოვიდა მოქალაქეებისგან. ვიდეო კონფერენცია ზოგადად, როდესაც შენ კითხვის დამსმელი ამ შემთხვევაში არის მოქალაქე და არა მე მაქსიმალურად შევეცადე, რომ ჩემი როლი რაც შეიძლება უკან გამეწია, იმიტომ რომ ის იყო საუბარი მოქალაქეებსა და მერს შორის. მე გავაკეთე ამ ყველაფრის მოდერაცია. აქ მოდერატორობაზე ლაპარაკობდა, რომ თურმე მოდერატორი უნდა იყოს მიუკერძოებელი. დაახლოებით 17 წელი ვიმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ერთი ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ამერიკის საელჩო, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და მე შემდეგ ევროპის საბჭოს სტრასბურგში ცხოვრობდი 10 წელი. და ალბათ 250 კონფერენციის მოდერაცია მაქვს გაკეთებული და წარმატებით თან საკმაოდ, იმიტომ რომ მე ძახტრენ სამოდერაციოდ, ხო? არავის მოთხოვნა არ წამოუყენებია, რომ მე უნდა ვიყო მაგალითად მიუკერძოებელი, როდესაც მე უნდა გავაკეთო მოდერაცია, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა მქონდეს ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და არ შეიძლება რომ გამოვავლინო ჩემი პოზიცია, ან კითხვაში არ გამოვავლინო ჩემი პოზიცია. ასე რომ ეს გვერდზე გადავდეთ. ეხლა რაც შეეხება 150 კითხვას, ბუნებრივია და არ არსებობს არც ერთი ვიდეო კონფერენცია, სადაც ადამიანების კითხვები არ გამორჩა. ქალბატონ თამარ, აქვე გკითხავთ, ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ დატოვა კითხვა და აინტერესებდა, ლოგიკურია ქალაქის მერისგან პასუხი, ანუ პოლიტიკურ მომავალზე იყო ეგეთი შეკითხვა. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელმაც ვერ მოიგო თბილისელების გული და ის ცდილობს, რომ რეგიონებში გავიდეს და ისაუბროს ხალხს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, როდესაც ქალაქის მერი იწყებს მსგავსი სახის აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომ მან დაიწყო საარჩევნო კარიერა და რას ამბობს ის თავის მომავალზე. კითხვა არის, უცნაურად დასმული, რას ნიშნავს ვერ მოიგო პირველი პირი. მსგავსი შინაარსის კითხვები იყო, მე ეგ ვიცი და რამდენიმე წავკითხე, უბრალოდ შეიძლება ფორმულირება ვერ მოვახდინო. ანუ ემზადება თუ არა გიგი უგულავა პრეზიდენტობისთვის და იქ ხაზგასმით იყო ნახსენები მიხეილ
მიხაილ სააკაშვილი და მისი რეიტინგი. ანუ ეს კითხვა არ გაჟღერებულა გუშინ. ეს კითხვა არც გაჟღერდებოდა, იმიტომ რომ თუ დრო არ დარჩებოდა, ჩვენ დავიწყეთ თუ შეამჩნიეთ იქ ლოჯისტიკური კითხვებით პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალაქის მერის პირველი ფუნქცია არის ის, რომ ქალაქი სამომავლობის მეურნეობა გამართოს და გამართულად იფუნქციონიროს ქალაქმა, იქ ისეთ შენიშვნებიც კი შემოდიოდა, როდესაც გიგი გადავიდა და თქვათ ეკონომიკურ თემებზე დაიწყო ლაპარაკი და მთლიანი შიდა პროდუქტი რო იქნება $5,000 და მე უკვე ეკონომიკურ პოლიტიკაზე იქ შენიშვნებიც კი შემოვიდა, რომ გიგიო შენ საქმეზე ელაპარაკეო. ეს მოთხოვნა არსებობს ადამიანებში, რომ გიგის უნდოდა რომ ელაპარაკო გიგი მოსახლეობას თვითონ იმ ადამიანებს, უნდოდათ იქვე შემომდიოდა მე იქ ინტერნეტთან კონტაქტი ბუნებრივია მქონდა და იქვე შემოდიოდა ის რომ გიგი არ გვინდა ეხა ეს დიდი პოლიტიკა და მუშიპუები და მოდი რაც შენ გეხება იმაზე ელაპარაკე. წყალი, გაზი, მრიცხველი და ესა. ასე რომ ეს იყო პრიორიტეტი და როდესაც მე ვაკეთებ კონფერენციას ხალხთან, ბუნებრივია რომ ჩემთვის პრიორიტეტი არის ხალხი. შესაბამისად კითხვაც მომაქვს იმისთან, რაც არის მეტი კითხვა შემოსული წყალმომარაგებაზე იყო ყველაზე დიდი კითხვა, ამიტომ ეს თემა უნდა გაგვევლო. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იყო შემდეგი ყველაზე დიდი კითხვა, ბევრი კითხვა, ეს თემაც უნდა გაგვევლო. მე ამ შემთხვევაში ვიყავი ხალხის მსახური. გასაგებია, დიდი მადლობა. მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის და გადაცემის დასასრულს დავსვა. მანამდე კი როგორც მედია მკვლევარი და ექსპერტი, თუ შეიძლება რომ აი იგივე მსგავსი ფორმატის გადაცემებს, ინტერნეტ გადაცემებს, რომელსაც შექმნიან იგივე ქალბატონი თამარი და სხვაებიც, რა არჩევებს მიცემთ? დავუშვათ, როგორი უნდა იყოს, რამდენიმე სიტყვით იქნება. იცით რა, მე არ მიყვარს ხოლმე ამ დროს რჩევების მიცემა, იმიტომ რომ დასაკურველი ეს არის კონკრეტულად იმ ადამიანის საქმე, ვინც აკეთებს ამ ფორმატს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ იყო საზოგადოების მხარეს, კონკრეტული ადამიანების მხარეს და არ მისცე, ვთქვათ, პლატფორმა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აკეთებ ესეთი ტიპის გადაცემას. თუ კი ეს არის პლატფორმა პოლიტიკური, ვთქვათ, პერსონისთვის, მაშინ ცალსახად შეიძლება ამის თქმა და ამაში კიდევ ერთხელ არაფერი არ არის ცუდი, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ყველანაირი უფლება იცოდნენ რა არის კონკრეტული, ვთქვათ, პოლიტიკოსის პოლიტიკური გეგმები. ქალბატონინო და ჩვენი საუბრის ბოლოს აპირებთ თუ არა ქვეყნის პირველ პირთან აწარმოოთ მოლაპარაკება, რომ მიიღოს ამ გადაცემაში მონაწილეობა და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ქალბატონი თამარი? რა კითხვები იქნება ალბათ აქტუალური? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი არაფერი შუაში არა ვარ, ხალხი არის შუაში. ადამიანებმა Facebook, სოციალური მედიის მომხმარებლებმა უნდა დასვან შეკითხვა. მე ვარ მედიატორი ამ შემთხვევაში. მედიატორი ვარ, მე მიმაქის შეკითხვა და ერთადერთი შეიძლება თავისუფლება მივცე და ჩავეკითხო. ეგ არის. ბუნებრივია, მინდა სურვილი მაქვს ამასთან დაკავშირებით მე მასთან არ მისაუბრია ჯერჯერობით, თუმცა ეს ჩემი რაღაცა გატაცების შესახებ ყველა მიცის, რომ მე მინდა ეს ამ პროექტის გაკეთება და ივლისიდან ვიწყებ. აი ეხლა რო ჩემინება რო იყოს, ეხლავე პრეზიდენტს არ ემას ვიზავდი, რა ქვია, არ ჩავთავდი, ანუ აი ესე რომ ეს კითხვა რომ დამშოდი, არის აი შემიძლია რომ ეხა ივნისში დაგელაპარაკო, ივნისის ბოლოს, ივლისის ბოლოს. ან კიდე მე 2 წელი არ მეცლება, ხო? ესეთი სიტუაცია თუ იქნება, ბუნებრივია რომ მომინდება რომ გამიმასავქნა, რა ქვია, მაგრამ მირჩევნია რომ თქვა იყოს უფრო იგი. ეხლა მირჩევნია რომ სხვა ადამიანები და ჩავანაცვლო და ალბათ ოპოზიციური პარტიიდან თუ ისე უნდა. მინდა რომ ოპოზიციური პარტიიდან. დიდი მადლობა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ალბათ თქვენთან საუბარი. მაყურებელს კი შევახსენებ, არგუმენტები დასრულებულია, რამდენიმე წუთში კი მაესტროს ახალი ამბები მაგაც ინცადესთან ერთად. ნახვამდის.